ეხლა ადამიანმა რომ მითხრას, ეხლა რომ მკითხოს იდეალში, როგორი უნდა იყოს ადამიანი თავის ხასიათით. მე ვეთყოდი ალბათ თევზების საბოლოოდ, იმიტომ რომ ის გულმოწყალეობა, ის სიყვარული, ცოცხალი არსებისადმი, ვინც არ უნდა იყოს იგი. თევზებს რო აქვს, ეს სამაგალითოა. რელიგიის და რწმენის ნიშანი, ფილოსოფიის და ფსიქოლოგიის ეს არის სწორედ თევზები, ხო? წინვალე ექიმები, ყოველთვის ატყუპნაშია დახმარებისთვის, ხო? რაც არ უნდა უჭერდეს თვითონ. ან კარგად უგებს კირჩხიბს და მორიელს, ცოტა ზოგჯერ დეპრესიულია, ზემგზნობი არის, ამიტომ ესე ძლიერი ნიშნები, როგორიც არის მის გვერდით თუ იდგება დაუშვათ კირჩხიბი და მორიელი, ის უფრო მშვიდად გრძნობს თავს და კარგად. სხვაში კუროს უგებს კარგად, იმიტომ რომ კურო ძალიან სტაბილურია, ხო? ერთ-ერთი სიყვარულის სიმბოლოა, არსებობს რამდენიმე გამორჩეული ნიშანი საჭვლის მომზადებაში, მადლი ხელში. ეს კიდე სხვა თემაა, ხო? რომც არ იცოდეს, აი სუპირველად რო გააკეთოს ეგრევე მიხვდებით. რა მადლიათ ხელში. რომ თქვა თევზების მხრიდან სიყვარული ხშირად ზრუნვის ფორმითაც გამოიხატება და საჭვლის მომზადება ჩვენი მხრიდან ხშირად ზრუნვის ფორმაც არის და სიყვარულის ძალიან ლამაზი გამოხატულება.